დავიწყოთ ყანყალით, დავიწყოთ ყანყალით. ეგრევე ჯანო? რითი დაიწყე? სილიკონით? ტეილი. არა პატარა, ხო? პატარა თევზი. ოპა, აი, ოზდილია. ყანყალა? ხო, ყანყალა, ლისი. მოშორებით რა. ნუ ისეთი ზომა არა როგორც იბრძვის, მაგრამ თბილია თევზი. გას ხო? საო, კაი. ქეხო მიჭირა. ქეხო იყო ამოდენიმე დღის წინ კარგად იჭირა და შეგი ნაკოლმა გაამართლა. ეხლა თავარია ზომები გავზარდოთ. არა, ეგ ძალიან პატარებია. აი, ვარდნაზე. მოგცე გინდა ბლისები? მოგცე. ოჰო, შორს. ჯანო ეგრევე იღებს. ხო, აი. ნუ ალბათ 1-30 მეტრაზე რა. მაშინ შეიძლება ყანყალა მოწონს. რა კარგად იღებს. არა ბიჭო ყანყალით. მაგრამ ევასება. ქორჩილაზე თევზაობა ძალიან მაგარია. ნახე ჯანეს. მე გაკაი აქტიური ფერი მომა. ბიჭო ხო, აი ეს ალბათ. ესეც კაია, ესეც კაი, ეს არის უკან. ხო, უკან ისა აქ. ოქროს ფერი და. აჰა. მე სხვაებს გავაპესტოთ. ბლისი მაგარია. ეი, ბანგრი, ბუნგრი. კი, VMC სამკავი აქვს. ცოტა ოდნავ პატარა არის დიდი თევზისთვის სამკავი, მაგრამ ეხლა მე მგონი კაია. დაახლოებით 40 მეტრში ვისვრი რა. და ვძირავ და ვარდნაზე იღებს. რაღაც შუა წყალში დგას. დარტყა. ეხლა არ დარტყა. ოპა, აიღო. ძალიან შორს. ახლოში აიღო სხვათა შორის. აგარი პუტკუნებია. მაგრამ დასამარილებელი არ არის მაინც. 30 პლუსი დავამარილოთ. რამოდენიმე შეიძლება წავიდეთ. ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი. ოზდილია? შენი პირველი თევზაობა ხო წალკაზე? შენი ერი კლევი დაგემთხვა რა გინდა?
როცა აქტიურია, მე სულ დამაქვს ხოლმე რა ყანყალები. აი ალგეძე რო დავდივარ, უეჭველი დამაქვს. დავინახავ რომ ნადირობს ან რაღაცა. აი ესეთი შეიძლება ჯანო. აუმარჯოს. აი ესეთი შეიძლება, აი ჯანო. ეს ხო კარგია. ერთი 10 წელი დავიღოთ. დასამარილებელია? ეს პატარებია. გაუმარჯოს. არა, ესა წერა რომ ეხვეწები ბლეც ზამთარში მეზარება ხვეწნა და ეხა მარა კილოიანი აქ არ დამიჭერია ჯერ. კი. ეხა აქტიურია, რა თქმა უნდა. ეხა ყველგან აქტიურია თუ იპოვე. ალგეძდეც და ყველგან. დავინახე. ზედაპირულს არ აიღებს, ნეტარში რო ჩაწყნარდება. სავარილე. ეგ იმუშაობს ეგ ფერი, ხო? მაგაზე რაწნული გაქვს? 0.3-ია. მე კაია რა გინდა. კი. კარგია, ხო. შენ 21-მდე რა? არა, 12-იანი არიონი. ესეთივეა, მაგრამ ნიკაბზი აქვს მოდებული და მაგიტო მოდიოდა. ხო. დიბანავ. ძირს დაგდებული დააწვა. ქვებია რა და ნემსკავიედება და ტიკ და ასტრელით გამოძრა. ყანყალებზე იღებს ბიჭებო, ყანყალად თუ გაქვს. ყანყალაზე? კი, თან შორს დგას და არა, სილიკონსაც აიღებს, მაგრამ სკერზე ზაცეპი გექნება, ქვებია აქ. ყანყალას მოზდილები იღებს და აბა სხვა ფერიც ამა შეხი. სადაა გადაკლაფული? ეგ უკვე ესეთია რა, ერთი სამბაკალუც რო დაგალევინდეს. საკა. იტალიან. ძალიან მაგარი თევზაობა გამოდის. თეთრი ცოდით. თეთრი ბლისი გაუშვათ. ეგრევე აიღო თეთრი. გაძვრა.
არ უნდა ჩაძირო რა, თორე თეთრიბლისი ჩავწყვიტე. მოდი ახლა ეს ვსადოთ. რია წამოვიდია. ჯანო კაჩავს და კაჩავს. Skyperia წესით. ეგრევე აიღო. თან კარგია. მოშორებით დგას კარგი ზომები რა და ყანყალას იღებს. ყანყალა კარგად მიფრინავს. Кабанчик. არა. კაბანჩიკი არ არის, მაგრამ გვერდულად აუღია ამასაც და. მევიდა უწევს რა მაგ. აი ზორულად ნადირობს. ადი, ბებილო. Აქტიურად ყველა გატარებაზე, ხო? რა ზომები რა. სამარილია. ოპა, ესეც. რა დაარტყა? ესეც კარგი ზომა. კაი მებრძოლია, ხა ზომებია, ხა ის კილოიანი არაა, მაგრამ აიც მაგრა ჭიდაობს. ეს ფოტოს ღირსია. არა თევზიკა ყანყალა ფიში იყო. გაგიწვიტა? კარგი ზომა. ხუთი წამი ვაცდი, ჩაიძიროს და მერე ვძრავ. აგრევე აიღო დაწნაზე. არ არის თითი. ესეთები. ამორი შემოგეწონი. ეს გატესტილია. ავასავიდე. აი, ეგ ძალიან მაგარი ფილმი. უკან წითელი სამიზნე აქვს. შეგარი რა 5 წამი ჩაძირვა და დაძვრა.
8 წამზე ზაცეპი გაქვს. არ და ქვემოთაა, აი 3 წამზე, 4 წამზე არ იღებს. თლად ზემოთ არ დგას. ყოველ შემთხვევაში აი ვობლერი უნდა ვცადო, მაგრამ აქ ხელაზე ვერ ვისვრი ვობლერს. სადაც ბიჭებო ვობლერი? ო, ძალიან ზედაპირზე არ ნადირობს. გინდა ყანყალა მოგცე? 6 გრამიას თუ ისვრი? აძმა რაზეც ვიჭერ? ისიც ნემსკავის კარგია. კი, ლევანი ვარ. ჯანო რა ულოცავ თუ რა შევი? არ უნდა შელოცვილი. ხო, აი გვერდულად როკვეს, ძალიან მაგრა ჭიდაოს ვერ. გაჭდა? აი ნიკი მაინც ფარი რა. ო. აი ხა წება ნორისავი გამიდა ზეთით. და აი ნემსკავი ნახე ბოლოს და ვიყო გაკეთე. აა. ძალიან არ ჩაძირო, სადღაც 4-5 წამი, ხო, თორე მე ზაცეპი გაქვს. აი შორს კარგი ზომები დგას, ეგენი პატარებია. სპერი კალმახს მოწონს. რა თორტყმებია ბიჭო. შეტევებია რა, განა მოსდევს, აი გიჟივით ახტება. დარწმუნებული ვარ სილიკონს ესე არ აიღებს. ანყალას ზოგადად და ვობლერს უფრო აგრესიულად უტევს. არა და არ არის დიდი, მაგრამ კარგი მებრძოლია. რაღაც დაუწრილა ჯანო. გააძლიერე ლოცვები. კარბიან ხო? გარი. აბა ეგრევე გავატაროთ, შეიძლება ზემოთ ამოიწია. თეორი გატარებაც არიელი მქონდა და. ცეცი მუშაობს ეს ფერი. ოზბილია? მარილია? არა. პლაცა მარილი არ არის. ეს შესანს ლაყანყალა. ეს მომავალში იქნება სამარილი. არა, ზედაპირზე არ არის. არა. დარჩა. ეთი. მოდი ძიასთან. არა ცოტა ზომებმა მოიკლო.
რა არის იცი ჯანო ეს ვარდნაზეც ძალიან კარგად თამაშობს ეს ყანყალა იმაში წვანე ტბაზე რო ვიყავი იმ კალმახი რო ვიჭირეთ მაი როგორ იყო იცი თან შორს ვისროდით და რო ძირავდით ეს ხო ესე ნელა ქვემოთ ჩადის და რო დაძრავ ცოტა ზემოთ მოდის რა ესე კი არ მოდის და აი ვერტიკალური პრავოტკა გამოდიოდა და აი ეგ მოწონს კი ხო კი აქტიურად ვერტიკალური რო გამოდის ეგ მოწონს ძალიან კალმახსაც და ქორჩილასაც კარგია კარგად დაუბაგუნა სტანდარტია გაიძვერები ავტოგის გარეშე აიღეს პროსტა ეხლა მე არ მიკეთია ხო მაგრამ ქვებზე ადვილად გაგიწყვიტავს ქვებთან თუ მეიტანა მალე წყდება ო გაგაზავს ხოლმე ძამარა ნორმალურია შენიერი სამარილე ზომა ეს ჩემი ყანყალაა მე გავაკეთებინე ჩინეთში ის არის მე და ვედუტამ რა უკრაინელი დიზაინერია და ბლისი ჩვენ გვაქვს რა ადრე იმას ქონდა კრეიზის მოდელი არის ესეთი დაგრეხილი რავი სხვაგან არ მინახია ტერინსევი ხადაც მაღაზია ვაშლი ჯვარში კი მუშაობს ძველი ფერი საკალვახი ფერი აუ თეთრი როგორ მევასება და ჩავწყვიტე ბიჭო ორი ცალი დავიჭირე და ო მე რა ჩავწყვიტე ეგ ფერი ძალიან მევასება აუ ეგ ძალიან მაგარი ფერია ეგ რო არჩიე თვალი გამომყვა შენი თევზი დავიჭირე ცოტა შესკევისროლე არა და ხან არის აქ ვაფშე არ დგას აი ზამთარში ცხოვრობამდე ხო ნახე ძალიან იშვიათად დგას ხოლმე აქ მაგრამ თუ დადგა მე კარგად დგას აბა ცოტა გავამუქოთ მუქი ყანყალა ვნახოთ აბა ოქროსფერი მუშაობს თუ მუქიც მუშაობს აი საინტერესო აი მუქი პირველი გატარება რა არტყა
ყველას გააჩერა. იჭერდა? მესამე გატარება იმართი უფრო. გვერდზე ხო არ გაიწია? მოკიც აიღო. მეორე გატარება, ერთი დარტყმა იყო და ეხლა დაჯდა. ნახოთ აბა 5 გატარებაში ეს მუქი რამდენს დაიჭერს. ქაშაბზე ძალიან კაი ფერია ეს სხვათა შორის. მიდი გამოიყენე. არა, აღარ მინდა სილიკონზე გადავა. ოკეი. მადლობა. ბავშვი დაიტოვე, რა ხარ გადავა. აიღე ძმა, აიღე. დაიხარე მადლობა. კიდე 3 წელი. სანამ ჩავწყვიტავ, მე მეც სილიკონზე გადავა. ოპა. ეგარ. არა, ზაცებიც არის. ან გამოვედეთ ამ ფერში. ო, მაგრამ გაძრო მგონი. ნახე აბა. ო, მოძრა, ხო? რომელი ხარ? ევეჯი ბრუტ. არა, ჩვენ რჩებით უკვე. არც ვერ ვიცოდი. არჩას აქედან. აჰა, მუქიც მუშაობს, მა. მუქიც მუშაობს ხოშიანად. 3 გატარება, 2 თევზი. არა, უშავს. საკაშაპე ფერი ეძახედან, შვენიერად მუშაობს. ძალიან კარგი. მუქებს იღებს, მაგრამ ვერცხლი უფრო მოწონს, ვერცხლი ოქრო. მაგრამ დასამარილებელი ზომა არ არის. ასეთი ფერები. ამაზე ბევრად ცოტაა. კარგია. მაგრამ ძალიან შორს არა, ცოტა რომ მომყავს, შედარებით ახლოს. მე მგონი გაგრას აი ქვები რო იწყება იქ დგას რა. გაძვრა. Путкунчики. Там маინც აიღო. და გოგორო ზომები. სანამ დავიჭერ ერთი ესეთი. ოპა. მიკაპით. სანამ არ გავწვიტე, ვიჩავდი. შვენიერი.
ეგრევე აიღო. ვარდნაზე. კი. და ისეთია. სამარილოა ჯანო. სამარილოა. ბიჭო. რა კაიზო. კაცო. Вкусный. О, бიჭო რა შეუტია. აჩ ქვევშია გასასულები და გამოუტარებ ახტება. აი ქვევში ზიან რა. იქ მე მგონი იქ როგორ იყო, იცი იქ მე მგონი იქ ცოტა სხვანაირად იყო. ის იყო რა. გამლელი მონადირეთევზი იყო და აქ მე მგონი ლოკალურად გაასდა ეგ არის. აი წინ 15-20 მეტრაში. ბიჭო ის რა იყო? კალმახი ხო არ იყო? კარგი ესეც. მგონი კალმახი იყო ის. ჩიკებია. სკელტრაკა ქორჩილები. დარტყმებია. პლისი მუშაობს. სენსია და იმენა. რაღაც ის თამაში მოწმოს რა შეიძლება ფერი. მოიცა აბა მოგცემ ხა სხვა შევცვლი მე. არა მე ამას მოგცემ ესეთივე მაქვს მე მგონი ეს წეღა ვიპოვე შემთხვევით იმაში სილიკონის ყუთში. ხარჯი დღეს კი გქონდა მაგრამ კიტა სპეტარა გაუშვათ. მყავს. მესამეზე მაინც აიღო. ჩემი გატარება მოწონს ჯანეს. სადიდი არა, მაგრამ გაიძვირა. ათი. ძვერი ქვის ქვეშ დაიმალე. არა თუ ფსიქონდა. Arkisa. Ay, ქვაში არ შეძვრე გაიწვერო. ქვებს ეხახუნება. ახე სადღაც შეძვრო ბიჭო. გამოვიდა. ორა კარგია. აღალა მენანება არ გამიწყვიტოს. ორი წელი დავჭა. აი ну кайя, მაგრამ თვათ ისეთი არ არის. გვერდზე რო აქვს. ნიკაპითარი და თუ არა. გაძვრო ბიჭო. დამპალი. აგერტია სიამოვნო. ეს ადარი დავიჭერი ხა მაგას ხელით. აი ხარო. ო. დამიკავე ჯოხი. აი ეს არის ვიღაც შემძრო. ის წეღანდელი გაშვებული. ეგარი. მაგრამ ის არ უნდა გამეშვა, ის მჭირდება. ხელაობის ოსტატობა. ის შეგნიდა ბავშვი შენა. ჰა? ის საკაიქცე. ეს წეღანდელი გაშვებული და სადაა შემძრალი. ეს წავიდეს, მაგრამ ეს არა. ჩეთლა ეს კუსნია. აი ნახე როგორ გახეხილია. არჩე
რა კარგად დაარტყა. კაია, ხო? კი. აყალები მუშაობს ან ესეთ ფერებში. ოქროსფერი, აქეთ ნარინჯი. და კაი ზომებია. დიდი კაი ზომა აჯანეს. დიმანდა შეგიძვეს ქვებია მანდ. მიდი ამოყოფინე თავი. დორე გადახეხავს. კაია, კუსნია. აგერია. საო ჯანდეს, მოდი გადაგიღო ფოტო. ამაგიეროთ ეს პატარა ზომები არ გიშლის ნერვებს რა, ყანყალაზე ეგ არის პლუსი, რომ დიდებს მიზანმიმართულად დიდებს იჭერ. შვენიერი ზომა, მაგრამ ნუ საჩვენო არ არის. მოკლედ დილით მაგარი კლევი იყო. სადღაც 5-6:30-დან ალბათ, ხო ჯანო? 6:30-დან ზუსტად. მაგარი ჭერა ქონდა დილიდანვე. აი 1 საათნახევარი ალბათ არ გაჩერებულა და დარტყმა გაქცევა, ამოყვანა დარტყმები. მერე შენელდა, ეხა აქი წამოვედით, ცოტა მარჯვენა მხარეს ასტუმროდან დავიწყეთ. და აქაც ლოკალურად გას რა, მოზრდილი ზომები და ყანყალას ვამუშავებთ მე და ჯანო. თემა მუშაობს. ყანყალა დიდ ზომებს კარგად იჭერს. ატარები ხელს არ გუშლიან. თანაბარი გატარება შიგადაშიგ თამაშის გაფუჭებებით. და მშობლიური ბლისი. გააკმარაგები ამ ყანყალის? ბალოს უგზავნიდი ბათუმში, აღარ გაუგზავნი. ბევრი არც ასხოთა შორის. ბევრი რა არის, მაგრამ ნუ რაღაც ფერები ნაკლებია და არა, იმაში ამუშავებს ჭოროხზე, გაქცეულებზე და იმაზე. ნუ შავი ზღვისთვისაც კაი ვარიანტია, მაგრამ ნუ შავი ზღვა მაინც არასტაბილურია რა. არის ძალიან დიდი, მაგრამ შვენიერი მებრძოლია. Agistero. ეს დღას მოზრდილები აქ. უი, სკოჩოს, გაიწერა. ძალიან დიდები არა, მაგრამ ასეთი. მშობლიური ბლისი. დიაკაში გაიწერა. ნუ წავფერთი. პური არ ავჭამოთ? ყანყალებს რო ვაჭმევთ. კორჩილოს ჩეც. ყავს საჭმარისად. კაია. ძალიან გაასწორა მაგარი გლოვი გამოვიდა. ყანყალები. ჩანდეს კადრებში მოხდებით ცოტა. კაია მერე. როგორი იყო აბა ესა? დებიუტი. შვენიერი, ძალიან მაგარი. ძალიან გაასწორა. მაგარი გაასწორა და აქტიური ჭერა. უარამას იმუშავა მაგრად რა. ბლისი. ბიჭო, რაღაც სხვა ყანყალებიც იმუშავებს ალბათ, მაგრამ ამას ის როცა შენ. არა, ის სენსმარი იმუშავა. ზუსტად იგენერად ვატარებდი. სვანერი თამაში აქვს. ელგატარებაზე რაღაც განიერი თამაში აქვს და. ერთია, ხო, ზუსტად განიერი. ის კარგად მუშაობდა იმ ორაგულზე. ხო. ფერები მაინც ეს ყვირალა ფერები, ოქროსფერი მუცლები უკეთესი იყო. მუქებაც იმუშავა, მაგრამ მუქება ნაკლებად. კაი იყო. ჩვენი ერთობლივი თევზებაც ხოშიანი იყო. წავით პური ვჭამოთ რა. ამდენია 6-7 ცალია. ესეთი ზომები. რა ვერც 3 ამდენი გავუშვით. წავიღებთ დასამარილებლად. ამას სისხლი გავავიდა თორე ეს გასაშვები იყო. საკმარისია, რავი. ზომიერება.